Ვიფასო მეგობრებო, ხოთ მიესალმოთ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბატონი მურმან დუმბაძე. როგორ გზადდებით ბატონ მურმან? ჩვენივრად. შეხედე ადრესში მაგ ხელი. ეს რომელია, მარჯვენა თუ მარცხენა? ასაგებია. ხო გავფრთხილებდი. აი შეხედე. გაგამფრთხილე. აი ეს კოს ვერ ვიჭერ. ეგ არის. ჩანგას ვერ. აი ესეთი რაღაცა ინფექცია არის შეჭრილი. არ ვიცი რა ინფექცია არის ეს შეჭრილი. ინფექცია მარცხენაზე არის. ეს სიმსივნეა. დედა. აი ეს რომელი სტადიანია? მე რა ვიცი რომელი უნდა იყოს ეს შეხედე. ეს მე მგონი მესამე მაინცაა. კენგა დააგვირდი რა. შვენიათ აქ ხელები რა გინდა. სიერი მოხაზვა ვიცი. კარგად იცი მოხაზვა. რა ხდება პარლამენტში როგორ არის საქმე? შვენიათ. კარგად არის ხო? კი. შეგიძლიათ გაგვიფრთხილოთ რეცეპტი, ის რეცეპტი, რითიც მოიგეთ ბათუმი. აი რა რეცეპტია ესეთი? კეთილი. ესე იგი ბატონი ბიძინა რო გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. დიახ. ესე იგი მაქსიმალურად ვცდილობდი რომ შეხვედრა მომხდარიყო მასთან. დიახ. ფული უნდა მომეთხოვა რა, მილიარდერია კაცი. ხო. დაკი. ვერე? მივედი შევხვდი და უთხარი 1-2 კაპიკი მომეცი მეთქი და აუ რა მოჭრებულია, მაგარი მოჭრებულია. არ იძლევა ფულს. თურმე მილიონი უნდა მომეთხოვა, კაპიკს არ იძლევა. მოგლედ კანდიდატურა გავხდი დეპუტატობის ფული არ მაქვს. დაფინანსებაა საჭირო, შეხვედრებზე მივდივარ მოსახლეობასთან, ტელევიზია არ მიღებს. და ვფიქრობ ახლა რა მოვიფიქრო ისეთი რომ რაღაცნაირად გავძრე ამ ტელევიზიაში. აი მოვიფიქრე ეგა. ესე მარჯვენა ხელით იჩემო ხაზავს კიბო. მარცხენა ხელით ინფექცია. მესეო და ეს ტელევიზიები დიდი მადლობა ვის? რუსთავიორს. ხედავშე. აი ეგ არის რეცეპტი. არა, იმიტომ იქეთ რეცეპტი რომ მასწავლეთ სულ ორი კაცი ვიცი ვისაც შეეძლო ბათუმი მოიგო. ერთი თქვენ და მეორე კაშპიროვსკი. ეგ არის. სხვა ვერავინ ვერ მოიგებდა ბათუმს. კარგი. ყველაზე მოქმედებს ეს შელოცვები? ძირითადში მოქმედებს. ყველაზე მოქმედებს. ძირითადში მოქმედებს კი. არის გამონაკლისი შემთხვევა. აი ხა ეს შელოცვები ყველაზე რომ მოქმედებს ეს მურმან წესით ეხა ministri უნდა იყო. ministri ვერა, მაგრამ მოადგილეობას გამოვკარე. ხო, ვიცე-სპიკერობას გამოვკარე. საინტერესო განლაგებაა პარლამენტში. ესე იგი სათამადო ადგილას ის ჩემი ყოფილი უფროსი პარტიის. დათო უსპაშვილი, აქეთ მე ვზივარ მის მარცხენა მხარეს და მარჯვენა მხარეს წინვიძის გია ბარამიძე, ისიც ვიცე-სპიკერია. და ბარამიძეს ხელები როგორ უწყია, იცი რომ მოდის იქ. სულ ხელებზე უყურებს, სახეში არ უყურებს. აი ხელები ასე აქვს. ასეც არ მაჩვენებს, იმიტომ რომ აქეთ ინფექცია ექნება ნაღდადის. მე მგონი ეგზემა გავიქცე, ეგზემა ხეს. გასაგებია, კარგი. სიმართლე გითხრა, ხა შენი გამარჯვება საერთოდ არ გამკვირვებია ხა ბათუმში, იმიტომ რომ წინა მთავრობა გადაყვა ხაშურს კაცო. რაც კარგი იყო, ყველაფერი ხაშურში გაუშვეს. რა იყო, გაეკეთებინათ ბათუმის და ისე უნდა გითხრა რომ გამარჯვება არც ისე მაგარი აღმოჩნდა ჩემთვის. ძალიან ბევრი ხალხი მაწუხებს. ხო, და რა უნდა ქნა? ესე იგი, ღამის 3-მდე 4-მდე მუშაობ. მოვდივარ ადილა უთენიას მოვდივარ, უნდა დავიძინო აკაკუნებენ კარზე. აი მასენ კაცი მოვიდა ჩემთან. დილის 8 საათია. ხო და ვიცი, მაგარი ნაციონალი. ახლობელია რა. მაგარი ხუთიანია. ახლო აი ეს ახალი ამბავს გიყვები. გავაღკარი, ვეუბნები ამ დილა უთენიას რა გინდა დამაძინე, გამომაძინე. არაო, ისეთი ამბავი უნდა გითხრა რომ არ მოსულიყავი არ შეიძლებოდა. წესიერი კაცი ხარო და გულწრფელი კაცი ხარო და მეცო გულწრფელად უნდა გითხრაო. მოკლედ, კიო ღირსი კი არ არიანო, ახლა ვისთვისაც მოვედიო, რეკომენდაცია უნდა გავუწიო, მაგრამ მაინც უნდა გითხრაო. ჩემიო, გელინიო. გელინი ხო იცით რა არის? ძალი. აი ჩვენებური რომ გზერის. გელინო. ჩემიო. ჩემს გელინსო, ჩემს ბაღანასო, შვიდზე თქვა. და ჩემს ქალსო, ცოლზე თქვა.
ახლა ხო იცი მე რა ხუთიანი და რა ნაციონალი ვარო. თურმე არ მომატყუესო. და დღეს გამიმჟღავნეს მიმალავდნენ აქამდეო. მისულან არჩევნებზე და 41 მოუხაზიათ. ეხლა გეუბნება ხო? და ეხლა მეუბნება არჩევნების მერე. ხოდა ახლა ესენიო დასაქმებულები არიანო და შენო გადარეკე გადმორეკე გავლენები გაქვს. და ესენი სამსახურში დატოვეო. ხოდა ახლა მე ერთი ვარო დაუსაქმებელი ოჯახშიო და ახლა ჩემზეც იზრუნეო გულწრფელი კაცი ვარო ხო გაგიმჟღავნეო ხო გაგიმჟღავნეო. ხოდა უთხარი ვიფიქრებ მაგრამ ორ დღეში გამომიარე მეთქი. ვიფიქრე მეთქი და ისე დაფიქრდი შენ ცხომ 41 არ გაქვს მოხაზული ამაზე ვიფიქრე მეთქი მე უთხარი. ორ დღეში გამომიარე მეთქი და მეორე დღეს დამადგა დილაუთელიეს. მე უთხარი ხო გითხარი ორ დღეში გამომიარე მეთქი და მოვიდა ასე ეს ხელები ასე აწეული და შემხედე ჭირს ამ ხელებს რამე მე მგონი მეც 41 მაგბობს. გასაგებია. კარგია. ეხლა ესე იგი ბათუმის მაჟორიტარი ხარ პარლამენტის წევრი ხარ უკვე და აი მანქანა გემსახურება თუ გემი? მე მომსახურე. გემი მომსახურე. გემი კაია ხო? სუხა გრუზია. გასაგებია. ეხლა მოდი სერიოზულად ვთქვათ, მურმა რა გეპარლამენტარება ეხლა ხალხი მშიერია. როგორი მოსასმენია ხალხი მშიერია, ბავშვი? როგორია? აი გუშინ ხო თქვა ბატონმა ბიზინა. ეხლა რაც ვთქვით მართლა კი არ შევასრულებთ. თქვენ ასე და არა უშავს იქნება ხალხი მშიერი რა მოხდა მე ეხლა. აქამდე თუ იყო. ზარაგარი. გასაგებია. მე ეხლა ვნახე რამდენიმე პარლამენტარის ფოტო ვინც ხუთიანი შემოხაზა. რამდენიმე პარლამენტარის ფოტო მაქვს ხო და რეები დაემართათ ეხლავე განახებ. აი მაგალითად გოკა გაბაშვილის. ყურით მოხაზა. ესეთი ფორმით გამოვლინდა, ხო? ხო და მეორე მაქვს კიდე პალიკოს ცოტა ისე წავიდა ინფექცია და მე მარცხენა ცაცია ეს. წინა ხელისუფლება ამბობდა რომ ბათუმში 5 მილიონი ტურისტი ჩამოდიოდა, მართლა ესე იყო? 5 არა, მაგრამ 500,000 ჩამოდიოდა. 500,000. 9 მილიონი კი. ესე იგი აბსოლუტურად ტურიზმი გააყალბა და ერთი არჩევნების გაყალბება რა გაუხდა მაგას ერთი გამოვლინდა. ამდენი ტურისტი არის გაყალბებული. აი, თქვენი ძახით რომ მედიას ძეგლი ბათუმში რო დგას. აუ, მაგას მე შემახსენე. ხო. ერთი მახსოვს ისა ქალბატონი. უნდა ავიღოთ. ინგა მირეკავდა, ჩამოდი მედიაზე გავაკეთოთ ისა გადაცემა, ჩამოდი მაშინ. ხო, მედია ძეგლი უნდა ავიღოთ, თუ მეძავი იყო ადრე. არა, ეგ ჩემიდან არის გამოსული ეს ტერმინი. ხო და მირეკავს ქალბატონი ინგა რომ ჩამოდი გავაკეთოთ, ვერ ჩამოდი. რა არის, რა მოგივიდაო, ჩამოდიო და მედიაზე ვიზე უნდა მალაპარაკო, ახლა ბოსზე უნდა მალაპარაკო. მე კაცო რო იძახით რომ მედია მეძავი იყო იმ შლოპანცის ძეგლზე რატო არაფერს ამბობ იქნება უარეს მეძავის ეცვა ეს ვიცი არა გამორიცხული ხო არ არის გამორიცხული კი კარგი რო ვაკვირდები ხა თქვენს ბიოგრაფიას გადავხდეთ ასლანის მთავრობა თქვენ გადააგდეთ იყავით ჩართული კი მაგრა მოხვდათ ხელი თუ არა მაშინ ხელი კი მოხვდა მაგრამ გაუძელი ხო კი გაუძელი კი ეხლა ეს ნაციონალებში არა მარტო ასლანის მთავრობა შევარდაძის მთავრობა სააკაშვილიც ჩემი კაცია მაგრამ ეს მთავრობაც გადაგდებული კაცია კი ხო და ახლა რა ახლა ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ხო თქვენ გინდათ რომ გითხრათ რომ თუ რამე არა ხო 4 წლის მერე რამე სხვა გეგმავთ ხო მაგას მოგლეთ ჩემი ბუნება ხო იცი მე ვარ კონსერვატორი კაცი ტრადიციების მოყვარული კაცი ასლანი გადავაგდეთ შევარდაძე გადავაგდეთ სააკაშვილი გადავაგდეთ და ამ გადაგდებაში უზარმაზარი წვლილი მაქვს შეტანა ახლა მე ბიძინა ივანიშვილს ვაწყედინებ იმასაც გადავაგდებ ცხადია რა პირდაპირ კაცი ყოფილა კაცო და პირდაპირ კაცი ხარ კაცო რაღაც ცოტა დიპლომატიურად მაინც ლაპარაკეთ თუ აი რაღაცა გულწრფელია. გულწრფელად ლაპარაკობ. კი, გასაგებია. ესე იგი, თქვენი წინა საარჩევნო დაპირებები, საარჩევნო თქვით, რომ დენი და გაზი გაიაფთებაო. უფასოდ დაიხსნება მიწებიო, ხო თქვით? კი. პენსიები გაიზრდებაო. კი, ბატონო. ხალხს დავასაქმებთო ყველას უმუშევარსო, ხო თქვით? კი, ბატონო, კი, ნამდვილად. აი, გიჟდები დუმბაძეების იუმორზე რა, აი. დუმბაძეების იუმორზე, აი, გიჟდები რა.
რა ვქნა ესეა? რას ამბობენ ამ დაპირებებზე? აბა თქვენ თუ გაქვთ. არაფერი გუშინ ბატონობიძინო ახსნა რომ ეს დაპირებები რატომ არ უნდა შესრულდეს და რატომ ვერ შესრულდებოდა. არაფერი ხალხმა ჩვეულებრივად მიიღო. ესე იგი, ბატონო, მე მგონი ზედმეტად პირდაპირი ადამიანი ხარ და უბრალო. ეხლა თქვენ მართალი ხალხი ვართ. მაშინაც მართალი ვიყავით და დღესაც მართალი ვართ. მაშინ მართალი ვიყავით, რომ იმიტომ მართლა გვინდოდა ასე გაკეთება და დღეს ვიცით რომ არ შესრულდება და დღესაც მართალი ვართ და ვამბობთ რომ არ შესრულდება. ხო, მაგრამ ამდენა ესეთ ხელს რა უყო? აი ამდენი ხელი რო არის ესეთი. 2014 წლის 31 მაისამდე ასე გექნება ეს ხენა. ესე იგი მთელი 40% ესე დადის ახლა. კი. დედა, ხედავ შენ. კაი, აი ხა ბიზნესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენ პირადად? ჩვენიერი. მისვლა ტელეფონი, მესიჯი, ყველაფერი. აბა ერთი ნომერი ჩამაწერინე ერთი. თქვენ კაპიკი უნდა მოთხოვო თუ მილიონი? კაპიკებს არ იძლევაო და მილიონს მოთხოვ რა პრობლემა. მე გასავლე, ჩვენ გასავლე. გასაგები, ანუ რატომ კობა მაჯობა, კობა დავითაშვილმა. მივიდა და ეგრევე მილიონი მოთხოვა და მიცა. მე გულწრფელი კაცი ვარ და თავდავალი. მოთხოვე ერთი-ორი კაპიკი მომეცი მეთქი და არ მომცა. არ მომცა. კი დავინახე ტაქსით რომ მოხვედი წეღან. აი, ესე იგი, რა უნდა გკითხოთ თქვენ? ბიზნესზე რატო გკითხეთ რა? ეხლა ჩემს ხუმრობებზე როგორ რეაგირებს? წის, მოწონს, არ მოწონს? არ მგონია. ღებულობს რა, ღებულობს. არა, მე გავიგო რომ წინსო. არა. ნუ როგორ წინსო, იცი, აი ნახნახევრად წინსო და ნახნახევრად მოწონს. იმერელი კაცია, კორიელი კაცია, არა, იტოს, კარგად იტოს. კი. ხო, იმიტომ რომ ეხლა მე რო ხუმრობები მაქვს მონოლოგში რაღაცა. ეხლა ამ მოცნებამაც უნდა აიტანოთ. უნდა ავიტანოთ. ვინც ვერ აიტანა, კი იცი სადაც არიან და როგორც არიან ისე. კარგი, ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. კი ბატონო. აი 41, ხო არა? აჰა, კი ბატონო. შეგიძლიათ თუ ეს შემომიხაზოთ ეს 41 აი პასტას მოგცემთ და აჰა. და შემოხაზეთ, აი ეგ წრეს გააკეთეთ. შემოხაზეთ 41. დიახ, თქვენ გინდა თქვათ როგორ შემოხაზეთ? ხო, აი მაინტერესებს რანაირად ხაზავთ ამ 41-ს. საშიშია ხო იცი? რამე არ მომატყუოთ. მარცხენა ხელით რო შემოხაზო შეიძლება? რომლითაც გაგიხარდებათ. წრეში ხო? წრეში შემოხაზეთ. ემ რატო იცი? რამე რო მომატყუა კიბოა, მარჯვენა ხელით კიბოა, მარცხენა ხელით ინფექცია და ინფექცია შეიძლება ხო? კი, კაცო, კი მე არ ვიცი კაცო ეს. აჰა, აი ასე უნდა მოხაზოს ხოლმე. აბა შემოხედე. აა შემოხაზა. ჩანს კაბელებზე თუ არა? შენივით აი პასტით შემოხაზულია ეს. კი ბატონო. მოგლეთ კაპი რომ გავქონდა უკან. ბატონო ვანო, ეგ არის მეორე შემთხვევა, როცა ხუთიანი მოვხაზე. პირველი მოვხაზე 2004 წლის 28 მარტს საპარლამენტო არჩევნებზე. მიშა მოვხაზე. მეც მაგარი მიშესტი ვიყავე. აი ახლა ეს მეორე მოხაზვა ხუთიანი. რატო შემოგახაზინე იცი? მაგრამ ხომ გადავრჩი ინფექცია. არა, გეტყვი რატო შემოგახაზინე. როგორც მე ვიტანჯები, ისე უნდა დაიტანჯო შენ. ძალიან კარგი, ანუ ესეთი მომენტია ახლა რა ვქნა, ხალისია ხალისია ცხოვრება. კი ბატონო. მოკლედ ძალიან მე არ მეგონა ესეთი საინტერესო სტუმარი თუ იქნებოდა და ესეთი კაი გადაცემა გამოგვივიდა დღეს, იმიტომ რომ ისეთი მკაცრი იყავით ამ წინა საარჩევნოდ და ზოგადად პარლამენტშიც ვიყურებთ. საკმაოდ სერიოზული გამოსვლები გაქვთ ხოლმე? კი ბატონო. ხო, არ მეგონა, მაგრამ მაინც იმიტომ დაგირეკეთ რომ ეხლა ეს თემა ძალიან ესე კიდევ ტივებს ზემოთ. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენი სტუმარი იყო მურმან დუბაძე, მადლობა.